კონდოლიზა რაისის საქართველოსთან ომის დაწყებაში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს. Ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Weekly Standard. ჟურნალისტი დენიელ ჰალპერი პირადად ესაუბრა შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, რომელმაც Atlantic Magazine-ში მისი მემუარების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას აღმაშფოთებელი უწოდა. რაისი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ დაბეჭდილი სტატიის ავტორმა ჯოშუა კუჩერამ მისი მემუარებიდან აღებული ფრაზები დაამახინჯა და არასწორი ინტერპრეტაცია მისცა. იდეა თითქოს ჩემს მემუარებში მე ვადანაშაულებ ქართველებს ომის დაწყებაში სიმართლისგან შორს დგას. ომი რუსებს სურდათ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ საამისოდ და აშკარაა, რომ ეს ომი რუსეთის მოკავშირე ოსების მიერ ქართული სოფლების დაბომბვით დაიწყო. აცხადებს კონდოლიზა რაისი. ყოფილი სახელმწიფო მდივანი მთელს პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებს და ამბობს: მე ვფიქრობ, რომ რუსებს სურდათ საქართველოსთან დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი იმ დროს პრეზიდენტი არ იყო, სწორედ ის გამოირჩეოდა ქართველების მიმართ განსაკუთრებულად ხისტი დამოკიდებულებით. მე წიგნში აგრეთვე ნათლად განმარტავ, რომ ბევრ რუსს ქართველების მიმართ თითქმის ირაციონალური ზიზღი აქვს. მემუარებში კონდოლიზა რაისი მასთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრასაც იხსენებს. მაშინ გადავეცი ვლადიმერ პუტინს შეერთებული შტატების პრეზიდენტის გზავნილი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერი სვლა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს დააზარალებდა. პუტინი მაშინვე ფეხზე წამოდგა და ზემოდან დამიწყო ყურება. თუ სააკაშვილოს ომი სურს, ამას მიიღებს კიდეც, მითხრა მან. პუტინის ასეთი პოზა აშკარად დაშინებას ნიშნავდა. ამიტომ მეც ფეხზე წამოვდექი და ამერიკის პრეზიდენტის გზავნილი გავუმეორო, წერს რაისი. სტატიის ბოლოს Weekly Standard-ის ავტორი ასეთ დასკვნას აკეთებს. შეიძლება კონდოლიზა რაისის ბევრ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმო, მაგრამ განხილვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ 2008 წლის ომში რაისის საქართველოს კი არა, რუსეთს ადანაშაულებს. The only thing I would like